პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. ბახდა გლიჯე ტორტი. ტკბილი პოდკასტი იქნება დღეს. თუ ავათხარ ტკბილი, თუ სტუმარი მოვიდა ტკბილი. კიდე მომინდება. მე ვეძახი მსუბუქ ნარკოტიკს. აქვს თუ არა შაქრის მოხმარების დიდ დოზებს ნაბახუსევის ეფექტი მეორე აქვს. ხოთე. ცია ტკბილს მოერიდე, მაგრამ თუ ძალიან მოგინდება, თუ მე უკვე ვიწყებ, არა კაცო, შავი შოკოლადი არ მინდა, მე მინდა რძიანი შოკოლადი. როგორ შეიძლება განასხვაოს ადამიანმა ეს ჩვეული ტკბილის მოხმარება თუ რაღაცა ფიზიოლოგიური, ხო? პირველი 6 დღეა ყველაზე რთული. შაქარიო ასე ამბობენ აბე აჩქარებსო დაბერების პროცესებსო. ეს იწყებს იმ პასტოზურობას, სახის ოვალის შეცვლას. მოვიტყუოთ თავი რომ თავს ჭამარა შაქარს არა და მე ყავისფერ შაქარს ვიყრი თეთრს არა. მე შოკოლადი მინდა და მანდა მაინც მაგნიუმის ნაკლებობა ეგრე არ არის. ფრუქტოზა თუ გლუკოზა? არ გვინდა ეგ წვენები უკვე. ყველამ გავიგეთ რომ არ არის კარგი. რატო არის კავშირში აი კონკრეტულად მუცლის ცხიმი და ბარძაყების ცხიმი ესე შაქართან? ის ცხოვრების ხარისხს ისე გვიქვეითებს, რომ ხანდახან აუტანელი ხდება ჩვენი ყოფა რა. დღის რომელ ნახევარშია ყველაზე მავნებელი შაქრის მიღება? შაქარი ან შაქრის შემცველი პროდუქტები ჩვენ გვაკონტროლებს და არაფერ შუაში არ არის აქ ჩემი ნებისყოფა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით პოდკასტის მორიგი ეპიზოდი პოდკასტ პოინტიდან გერთვებით, როგორც ყოველთვის ძალიან კარგი გარემოა და ყოველთვის მიყვარს აქ მუშაობა ჩვენს გუნდთან ერთად. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ყველასთვის მეტნაკლებად, მაგრამ მტკივნეული თემაა. ეს არის ის, რასაც ვერ უშვებთ ხელს, რაც ყოველდღიურ მოხმარებაში გვაქვს, რაც წესით და კანონით ყველა მაჩვენებლით არ არის კარგი ჩვენი ჯანმრთელობის, ეს არის ტკბილი ცხოვრება, შაქარი და ყველაფერი მასთან ასოცირებული. ვინ თუ არა რომ ნატა გაგვაყავს დღეს სტუმრად, ნატასთან ერთად გავივლით ამ თემას, ექიმი, ნუტრიციოლოგი, გამოცდილი სპეციალისტი, თავისი საქმის პროფესიონალი უდაო. ნატა, მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. მადლობა რომ მომიწვია კოტა. ტკბილი პოდკასტი იქნება დღეს ყველაზე ტკბილი გამოვა. ბევრს ვილაპარაკებთ შაქარზე, მხოლოდ შაქარზე. ძირითადად დაუთმოთ თქვენი და ჩვენი დრო ერთად მაყურებლისთვის ამ მიმართულებას. შაქრის თემა. სულ მუსირებს ეს თემა, დღეა თუ ღამეა, ყველა სფეროში, როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი, ლაპარაკია რომ შაქარი ცუდია. ნატა, თანამედროვე ადამიანის ტვინი რატომ არის ესეთი მოწოდებული ბევრი შაქრის მიღებისაკენ? სხვადასხვა მოდელია კოტა, იცი, პირველი ის რომ ადრე შაქარი არ იყო, საუკუნეების წინ შაქარი არ იყო ხელმისაწვდომი და ამიტომ იყო რაღაც ისეთი თუ იყო საშუალება უნდა მიგეღო. და ეგ არის უკვე ძველი ჩვევა, რომელსაც ვერაფრით ვერ გაანეიტრალებ თუ ამ ჩვევაზე არ იმუშავე. ეს ერთი. მეორე ის რომ როდესაც ადამიანი დისტრესშია, ყველაზე უფრო სწრაფად ენერგიას ღებულობს და თავს იმშვიდებს ნახშირწყლებით, მარტივი ნახშირწყლებით. ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი, სხვადასხვა წყარო, ის რომ ბავშვობაში ჩვენ ძირითადად გვამშვიდებდნენ რითი, ტკბილი, თუ ავათხარ ტკბილი, თუ სტუმარი მოვიდა ტკბილი, თუ დაგსაჯეს შემდეგ ტკბილი და ასე შემდეგ. ესეც არის ქვეცნობიერში დალაგილი. ამას გარდა ის რომ როდესაც ღებულობთ ჩვენი რეცეპტორები, როდესაც აღიქვამს ამ ნახშირწყლებს კუჩხეშა ჯირკვლის უკვე დისფუნქცია იწყება თუ ეს ხშირია. და დღეს ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში არის მარტივი ნახშირწყლები და ძალიან დიდი ცთუნებაა. და ყველამ ვიცით, რომ როდესაც ენერგია გვეცლება, რა უნდა გავაკეთოთ? ტკბილი მივირთვათ. შევიდეთ, ვიყიდოთ, იმიტომ რომ არავინ არ დაიწყებს ახლა ხორცის მომზადებას, ან ემას. ტკბილი არის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი. კარგი, ნარკოტიკი რო ავიღოთ დოფამინის დონეებთან მიმართებაში, ხო? მოხმარების თვალსაჩინო, ხო? ეს ძალიან დიდი წყაროა ორგანიზმისთვის დოფამინის გამოყოფისათვის და მე ამით ცუდი სიამოვნების მიღებისთვის, ასე ვიტყოდით. შაქარი როგორ ჯდება დოფამინთან მიმართებაში? ასეთივე ბძლავრი მოთხოვნის პროდუქტია ჩვენი ტვინისთვის?
ნეიროქიმია ერთი და იგივეა, უბრალოდ ახლა ნარკოტიკი უფრო მძიმე შედეგები მოაქვს, მაგრამ მე ვეძახი მსუბუქ ნარკოტიკს, არა მარტო მე, ჩემი კოლეგებიც ბევრი. უფრო ხშირი გვაქვს შეხება, ახლა ნარკოტიკთან ასეთი ხშირი შეხება არ არის საბედნიეროდ და ეს ნახშირწყალი რა არის? ის ყველაზე უფრო სახიფათო რატოა, რაც უფრო მეც ვღებულობთ, მეტი გვინდა. იმიტომ რეცეპტორებიდან დაწყებული, დამთავრებული მთელი მისი გზით და ახლა არ დაგღლით უბრალოდ იმ ხელით გრძელი და რთული პროცესია, რაც უფრო მეც ვღებულობთ, ორგანიზმს მეტი უნდა. და შემდეგ მოდის რატო გთხოვს ორგანიზმი? თუ პირველად სიამოვნებისთვის ვღებულობ, ერთ თვეში უკვე სიამოვნებისთვის მარტო კი არ ვღებულობ კოტე, იმიტომ ვღებულობ, რომ აი ეს დაბინდული გონება გამოვიყვანო მუშა მდგომარეობაში, ანუ უკვე მთხოვს ორგანიზმი. უკვე შეიძლება ოფლით დავინამო, წნევა დამივარდეს, იქ ხელების ტრემორი დაამეწყოს, ანუ უკვე გადადის ფიზიკაში. ამიტოა მასთან შენობით არ უნდა იყოს ადამიანი, ვისაც უნდა და ირჩევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ძალიან საინტერესო თემაა ის თქვენ რაც ახლა აღნიშნეთ და თქვით, რომ მიღებული ნახშირწყალი, მარტივი ნახშირწყალი, ანუ შაქარი ნებისმიერი ფორმით თავისთავად ისეთი ბოროტი ტიპია, რომ თვითონვე ამზადებს პლატფორმას შემდეგი ულუფის მოთხოვნისთვის. ანუ მივიღე და ის კი არა რომ დაკმაყოფილდი. შემდეგი მოთხოვნისთვის მიზრდის პოტენციალებს. კიდე მომინდება. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოსტილი. როცა მე პაუზას ვიღებ ჩემს კვებით რეჟიმში, მაგალითად ცხოვრებისეულად ხო, სხვადასხვა დიეტას ვიცავ, განტვირთულობ. დიდად არ ვარ გმირის მოყვარული, ცალსახად არა ვარ. შაქარს არანაირ სითხეში არ ვყრი, თუ კი შემიძლია რომ შაიში არ ჩავყარო ან ყავაში არ ჩავყარო, არ ვიყენებ ამას, რა თქმა უნდა. ხანდახან ტკბილეული მიყვარს და შოკოლადიც მიყვარს, მაგრამ იშვიათად. თუ კი შევნიშნე, ეს მაყურებელმაც მინდა იცოდეს, რომ დღეს მივიღე შოკოლადი მესიამოვნოა, 2 საათში ისევ მინდა. კიდე მივიღე, დაუშვათ მოხდა სიტუაცია, ხო, ან სადღაც დასასვენებლად თუ არ და იქ არის ეს საშუალება, რომ იმდენად მეზრდება სწრაფად მოკლე პერიოდში. მოთხოვნა რომ წარმოუდგენელია. 1 თვის წინ საერთოდ არ მიყვარდა და 2 დღეში ხდება ძალიან საყვარელი ტიპი რა. აქვს თუ არა შაქრის მოხმარების დიდ დოზებს ნაბახუსევის ეფექტი მეორე დილას? აქვს. რა რითი აქვს ეს? იცი როგორ არის? ეს არის აი დოფამინი ახსენეთ, დოფამინთან ერთად ხდება ეს ჯილდოს სისტემა ირთვება და როდესაც უკვე ეს ჯილდოს სისტემას კარგავ ადამიანი იმდენად ყველას გვინდა კარგად ვიცხოვრო და იმდენად გვინდა ეს ემოციასთან ბმაში კარგი მდგომარეობა არ დავკარგოთ, რომ მე ვერ ვმართავთ სიტუაციას და ამიტომ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, უკვე ის გვაკონტროლებს. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ შაქარი ან შაქრის შემცველი პროდუქტები ჩვენ გვაკონტროლებს და არაფერ შუაში არ არის აქ ჩემი ნებისყოფა. მე შეიძლება ვიყო ძალიან ძლიერი, მოტივირებული, კარგი, შემდგარი ადამიანი, მაგრამ ვიყო დამოკიდებული და დაუცველი და ინფანტილური ამ ნახშირწყლებთან და ვერაფერს ვერ ვაკეთებ უკვე ჩემით. ვერ გამოვდივარ ამ მანკიერი წრიდან. იმიტომ რომ მაქვს სამუშაო, მაგალითად გონებრივი შრომა, ხო? და ამ დროს რომ მეძახის ეს რაც მაქვს ნახშირწყლები და ძირითადად ნახშირწყლები ხო ცხიმთან არის კიდევ მასში. ხო და აი ეს უკვე არის აუტანლად ძნელი გადასახადი. ყივნეულია. აი თქვენ ახსენეთ თავის ტვინი და მისი აქტივობა, ხო? შოკოლადზე არის ეგეთი მითია თუ რეალობა, მოდი ერთად ვთქვათ ეს, რომ შოკოლადი, ჭეშმარიტი შოკოლადი, ანუ ეს ნივთიერება, რაც კაკაოს გამზადდება, კარგად მოქმედებს ტვინის დადებით ფუნქციონირებაზე. ეს კავშირშია შოკოლადთან, ნამდვილად, ანუ კოფეინთან არის უფრო კავშირში, თუ იმ ტკბილ ფენომენთან, რაც შოკოლადს აქვს. ან რაიმე სხვადასხვა შოკოლადი ხო არის, რომელიც შეიძლება ნატამ მე მირჩიოს შოკოლადე. ცია ტკბილს მოერიდე, მაგრამ თუ ძალიან მოგინდება, აი შავი 80 რაღაცა პროცენტიანი ნამდვილი კოკოა შოკოლადი მიირთვი.
კი, გეთანხმები გქონდა, თუ ჩვენ გთხოვს ორგანიზმი იმ კაკაოში არსებულ ღირებულ კომპონენტებს, მაშინ ჩვენ დაგვაკმაყოფილებს ის 70 და პლუსი კაკაოს შემცველობა. მაგრამ თუ მე უკვე ვიწყებ, არა კაცო, შავი შოკოლადი არ მინდა, მე მინდა რძიანი შოკოლადი, ან შოკოლადი რაღაცა, მაშინ უკვე უნდა მივხვდე, რომ შოკოლადის ღირსება არაფერ შუაში არ არის. მიმაქანებს ჩემი ისა ჩვევები, ხო? მექანიზმი მაგალითად როგორია, როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენ, როცა მე მივილთვით კბილისკენ, ხო, სპონტანურად ჩემგან გაუცნობიერებლად რაღაცას ვეძებ კამფეთს, ხან რაღაცა ტკბილი მინდა წავსუსნო, ეს უფრო ფსიქოლოგიური თემაა და უნდა დავფიქრდე, რომ რაღაცა პრობლემა მაქვს და სრულიად სხვა მიმართულებით ვიკმაყოფილებ ამ კომპულსიით ჩემ ასე ვთქვათ პრობლემას, თუ მართლა ჭეშმარიტად ტკბილი მინდა იმ დროს. იმიტომ რომ ჩვენ შინაგანად იმდენი რაღაცა გროვდება, რომ ვერც ვაცნობიერებთ და რეალურად თუ დავფიქრდებით, თურმე რაღაცაზე მართლა ნერვიულობ, მართლა სტრესი და დისტრესია და ამ დროს მოიხმარ შოკოლადს. Როგორ შეიძლება განასხვაოს ადამიანმა ეს ჩვეული ტკბილის მოხმარება თუ რაღაცა ფიზიოლოგიური, ხო? ფიზიოლოგიური არ ვირჩევ მე, რასაც მომცემ, ოღონდ იმ დროს გამომიყვანოს ამ დისკომფორტიდან, აი შაქარი, წყალი, წვენი თუ რა არ ვირჩევ და როდესაც უკვე გეუბნები, არა, ფორთოხლის წვენი არ მინდა, მე მინდა რძიანი შოკოლადი ნუში. მაშინ უკვე უნდა დაიჭირო შენი თავი და გაანალიზო. შეიძლება იმ დროს გააკეთო მაინც, მაგრამ ეს უნდა დააფიქსირო და უნდა მე თქვა, აი, როდესაც მე უკვე ვირჩევ, ეგ არ არის ფიზიოლოგიური შიმშილი, ეს არის ჩვევა, პლუს ის მთელი ამბები, რაც ახლა მოვყევით დასაწყისში. აი, ამის დალაგება თუ შემიძლია და რაღაცა გავყვები, თუნდაც კვების დღიურით, თუნდაც ჩემი ანალიზით ან ფსიქოლოგთან ურთიერთობით რატომ ემართება, რა ემოცია მაიძულებს მე ამის კეთებას, მაშინ კი თუ ახერხებ ჩემი, თუ ახერხებ, თუ არა და ამისთვის არსებობს ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ. კარგი ნატა, მოვედი თქვენთან ვარ, ცუდად, მაგ კვეთრად მიჯაჭვულობა ტკბილეულზე. და ვთხოვ ნატას დახმარებას და ვაღიარებ ჩემ პრობლემას და ეს მართლა პრობლემაა, ხო, ტკბილის ჭამა პრობლემაა. ადამიანისთვის კი. კი, ადამიანისთვის ცხოველი არ ჭამს საერთოდ ტკბილს. საერთოდ არ ჭამს ცხოველი. ძუძუმწოვარი ტკბილს არ ჭამს რა, შეიძლება ხილის სახით რომელიღაცა სახეობის წარმომადგენელი მიიღებდეს ტკბილს, მაგრამ როგორც ნახშირწყალი სხვადასხვა საკვებშიც ხო არის, მაგრამ ჩვენ გემოებს ვეძებთ. გემოვნებისთვის ვღებულობთ, ხო? აი ეს რეცეპტორები, რომელიც აღიქვამს ჩვენს აი ამ გემოვნების რეცეპტორები, რამდენ ხანში შეიძლება მივაძინოთ, ასე ვთქვათ, მოუღრიხოთ კისერი, როცა ექიმს უბარდებით, ვაცხადებთ კაპიტულირებას და ვიწყებთ უკურნალობას. ან რამდენი ხანი დაჭირდება? თუ მოტივირებულია სწორად, ახლა რაში მოიხატება სწორი мотиваცია. ადამიანმა უნდა მიპასუხოს, რატომ უნდა მაგალითად ჯანსაღი კვება, რა მიზნით. და მე ვიწყებთ რა, პირველი 6 დღეა ყველაზე რთული. პირველი 6-7 დღე. აბსტინენტური მაგრამ როდესაც მიზანი აქვს, აი და რაღაცა უკვე სისტემური ის აქვს დალაგებული, აი როგორც მენეჯერი რა ალაგებს თავის ამბავს, მაშინ მოყვება. თუ მოვიდა და არც იცის რატო უნდა, იმიტომ რომ ვიღაცამ თხოვა ოჯახის წევმა, ან ვიღაცამ იქ უხეშად უთხრა და ძირითადად ახლა გასუქებულ ხარ და წადი დროზე თავს თინეიჯერებიც და ქალბატონებიც ბევრია ისე, რომ ვიღაცამ უთხრა, ვიღაცამ იქ არასწორად დაუწერა კომენტარი, ვიღაცამ შეახსენა, რომ ადრე უფრო ლამაზი იყო და ეს მოსულია ტკივილით, ხო, მაშინ ის დიდხანს ვერ გამოყვება. გაცნობიერებული უნდა იყოს აქტი იმისა, რომ მე უნდა გადავდგა ნაბიჯი იმისთვის, რომ სწორად გადავრჩე და შაქარმა არ მომკლას, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ასეთ ადამიანებს, ვისაც აქვს ესეთი პათოლოგიური მიჯაჭვულობა, ამ ტკბილი ქვეყნისადმი, სამყაროსადმი, ტკბილეულისადმი, ის ადრე თუ გვიან მას კლავს, ისე როგორც ალკოჰოლი, ისე როგორც ნარკოტიკი, ის კლავს. შაქარი მკვლელი, ამაზე ხო თან-ხვდებით. მინიმალური დოზებით კარგია, სასიამოვნოა, ულაპარაკოთ სასიამოვნოა, მაგრამ თუ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ ამას, ის ადრე თუ გვიან ჩვენ დაგვამარცხებს, ხო? იცი, ნახე როგორ ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ მე ვიტყოდი ასე, რომ თუ ჩვენ მართავთ დოზებს და თუ ჩვენ
მივაჩნევთ, როდის ფიზიოლოგიურად გვჭირდება რაღაც ნახშირწყალი და როდის უბრალოდ ჩვენი ახირება, ხო? მაშინ კი და თუ არა და ის ცხოვრების ხარისხს ისე გვიქვეითებს, რომ ხანდახან აუტანელი ხდება ჩვენი ყოფა რა. მესმის. რატა აქვე მინდა წყალი მთის ჩვენ გვისხია უკვე ჭიქებში დაგიმატებ შემოგთავაზო წყალი ბრომატის გარეშე Coca-Cola bottles Georgia 100 წყალს უკვე პოპულარული გახდა ეს წყალი საქართველოში სუფთა სრულიად ქიმიური მინარევებისაგან და კარგია რომ ესეთი წყალი ჩვენ ქვეყანაში იწარმოება ასე რომ ავისვით წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა მადლობა კარგია თქვენთან საუბარი გავაგრძელოთ ინსულინ რეზისტენტობა ეს ტკბილით დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებით გამოწვეული პრობლემაა თუ კი ადამიანი გენეტიკურად წინასწარ-განწყობა აქვს ამ ინსულინ რეზისტენტობის განვითარებისა, ადრე თუ გენს მაინც გამოჩნდებოდა. რა არის, მოდი ახსნათ ეს ინსულინ რეზისტენტობა? ინსულინ რეზისტენტობა არის მდგომარეობა, რომელიც თუ არ გადავიდა ადამიანი ჯანსაღ ცხოვრების წესზე, თუ არ დაისვა იქ კორექცია კვებაშიც, ძილის რეჟიმშიც, ფიზიკურ დატვირთვაშიც, მაშინ აუცილებლად გადავა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ში. მე ვიტყოდი, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე მისი მართვა. ამიტომ თუ ადამიანს გენეტიკური განწყობა აქვს, ის უნდა იყოს ყურადღებით და ყოველთვის აწესრიგოს მისი კვების რაციონი ნახშირწყლების მხრივ. ეს არნიშნავს, რომ აუცილებლად ყველაფერზე ვარი უნდა თქვას და უნდა იყოს მკაცრ დიეტაზე, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს კვლევები. იმიტომ რომ ერთხელ თუ ჯანმრთელია პრაქტიკულად. იმიტომ რომ ზოგჯერ საერთოდ არ არის კვება არაფერ შუაში და ძლიერი დისტრესის დროს გადადის ეგ თემები უკვე უფრო რთულ დაავადებაში. როგორ ცვლის ჭარბი შაქარი ლეპტინის, ანუ დანაკლების ჰორმონის მუშაობის მექანიზმს? არის ეს კავშირი? თან ლაბილური ხდება ლეპტინი. ანუ ფაქტობრივად იცით რა შეასაქმე, ხა მე სტაციონარშიც რომ მუშაობდი, ეხლა აღარ მუშაობს სამწუხაროდ სტაციონარში. აბსოლუტურად თუ ადამიანი ზუსტად არ მოყვება, როგორც ხო, მისი შეფასება ცოტა ისეთია რა, მყიფე და ამიტომ, როდესაც სტაციონარში არის მინიმუმ 21 დღე არის ასეთი კვების ინსტიტუტთან არსებული სტაციონარები, სადაც აკვირდები და ის ვერ ღებულობს სხვა საკვებს, ამიტომ ექსპერიმენტი უფრო სუფთაა. იქ ხვდები, რომ საკვები არის 70%. ანუ როგორც იკვებება, ისეთი მონაცემები. მაგრამ ამას გარდა არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორ მოყვება, ანუ მისი ფსიქიური მდგომარეობა როგორია, იმიტომ რომ მე მყავს ქალბატონები, რომლებიც დისტრესშია და მაღალი კორტიზოლის ფონზე 1200 კილოკალორიაზეც ვერ იკლებენ. 1200 კილოკალორია ძალიან ცოტა და ვერ იკლებენ და მჯერა მათ, იმიტომ რომ მართლა აკეთებენ აგათ რაღაცებს. ანუ აქ უკვე კოტე ფსიქოლოგის მეშვეობით ვარკვევთ, რა მიზანი აქვს მის ზედმეტ ცხიმს. იმიტომ რომ არა მარტო მიზეზია, რომელსაც ჩვენ მიზანიც არის, ხო და აი ამ მიზანს უკვე ფსიქოლოგი ეხმარება, რომ გააცნობიეროს და აი მე მიდის ეს მოყვება. ანუ ეს არის ჩვენ ახლა როგორც ვიცი, ბარემ უთხრათ მაყურებელს, გამოვიყენოთ ეს შანსი, ახალი მიმართულებას ჩაუდეთ ფსიქონუტრიციოლოგია, დიახ. გუნდი მუშაობთ ესა, თუ თქვენ აკორეგირებთ პაციენტის მიმართვიანობას, თქვათ იმას ჭირდება ენდოკრინოლოგი, თქვენი სახით, თქვათ კიდე ჭირდება ფსიქოდახმარება, ან რაღაცა დამატებითი კვლევები, როგორ ორი სიტყვით გამოვიყენოთ. როგორ არის, იცი, მე გამიმართლა იმით, რომ სამკურნალო დავამთავრე და თერაპევტიც ვარ და ნუტრიციოლოგიც და ძალიან მაინტერესებს ფსიქოთერაპია და ვსწავლობდი ჯერ ფსიქიატრიას ხო გავდივართ და ეხლა ტანდემში მუშაობ ნანი კოშონიასთან ერთად, რომელიც არის ფსიქოლოგი და შედეგები არის აი ფანტასტიკური რა გაგებით. აი არა მარტო კვების მაგალითად კორექცია, არამედ სხვადასხვა პრობლემები, აი მაგალითად საკუთარი თავის მიუღებლობა, რომ ეძებ საკვებში რაღაც აი ორთორექსია რასაც ქვია, ხო? და ეძებ რაღაც 20 გრამი, 15 გრამი და
იტანჯები რა თქმა უნდა. და ოჯახის წევრების იტანჯება. წვალება, ანუ აი რუხ ფერებშია მთელი სამყარო. ამას გარდა იქ კანი მაგალითად რაღაც ნაღლის ბუშტიდან თუ მოდის ეს კანის დეფექტები, თუ არის კუჭნა წლავის ტრაქტი, რომელიც ჩვენი მეორე ტვინია. ბევრ რაღაცაზე მუშაობთ, წონის დეფიციტზე მუშაობთ. ამას გარდა ხალხი რომელიც ემსახურება მაგალითად მოცეკვავეები, ბალეტი, აი ისეთი რაღაცა რომ ენერგიაც უნდა მაგრამ გამხდარი უნდა იყოს. რაღაცა იქ 60-90 რაღაც პარამეტრებში. აი გვყავს მოდელები და ასე შემდეგ. საინტერესოა, მადლობა წარმატებები თქვენ გუნდს. მაგალითად ისეთი საკვები ნატა, როგორიც არის პური, კეჩუპი, ანუ სრულიად ტკბილის ასოცირებას რომ არიწევენ ჩვენი გენმონების რეცეპტორებისათვის. თუმცა მაგალითად თეთრი პური თუ მივიღე დილას და გავაკეთე გლუკოზაზე ტესტი, შეიძლება პირობითად 5 კოვზი შაქრის მიღება ნაკლები მიჩვენოს დატვირთვაზე ტესტის პასუხი, ვიდრე 5 ნაჭერი, თქვა თეთრი ლავაში პური მივირთვა. მან როგორ გავსაზღვროთ, რამდენს ვღებულობთ შაქარს? მოვერიდოთ უნდა ამ ტიპის კვებას კეჩუპი საერთოდ არ არის ტკბილის შემცველი ხო თითქოს სულიად სხვა გემოვნებები აქვს მაგრამ ძალიან მაღალია იქაც შაქრის შემცველობა რას გვირჩევა შემოდგენლობა აი რა როდესაც უკვე ჩვენ პრაქტიკულად ჯამთელი არა ადამიანი შემოდგენლობა უნდა წაიგითხოს იმ პროდუქტების ჩამონათვალი რაც მის რაციონშია მეტნაკლებად უნდა იცოდეს შემოდგენლობა 100 გრამში რამდენია მილიგრამი შაქარი უნდა იცოდეს იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შეძლებს დაბალანსებას საკვების დაბალანსებას მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობაც არ ვარ გასულ რომ კალკულატორებით დადიან და რაღაცას ეს შფოთვაც იწვევს როგორც ვიცი რომ კალკულატორით ვერ ივლი ძალიან ძნელია კოტე იმიტომ რომ დღეს ადამიანი იმდენ რაღაცას ებძვის იმდენი გამოწვევა აქვს ცხოვრებაში თუ სამსახური თუ ოჯახი თუ შვილები მეუღლე რომ კიდე ახლა კალკულატორით ადბლევინო რამდენია ცილა ცხიმი ნახშირწყალი ეს დამატებითი შფოთვის წყაროა ამიტომ ძალიან მარტივად უნდა აუხსნათ მე რამდენია გადამიწყვეტია რომ რაღაცა გამეკეთებინა გარკვეული ასე ვთქვათ ჩაჩოში ჩასმული დიეტები ვთქვათ 5 დღიანი 7 დღიანი 10 დღიანი სადაც კვეთრად იყო შემცირებული გარკვეული პროდუქცია და რეკომენდებული იყო რაღაცეების მიღება მეორე დღეს ნერვები მოშლილი მქონდა უკვე რა რომ ძალიან გაამზადე შეინახე კონტეინერში ჩადე წაიღე ძალიან რთულია ტექნიკურად თუმცა სურვილი მქონდა და ბოდიში და ფეხებზე ვიკიდებდი უკვე იმას რა იმდენი გამოწვევა გაქვს ცხოვრებაში პაციენტების ვეღარ ეყო ხო მაგასაგები გამორიცხულია ამიტომ ინტუიციური კვებაა ბოლო ეტაპი, როდესაც უკვე პელე ხარ შენს ამბავში რა, ის ინტუიციური კვება მაგამდე უნდა მიხვიდე. ვიღაცა უნდა მიგაცილოს. ეხლა 18 საათიანს ვაკეთებ და იმ 6 საათის მანძილზე 2500 კალორიამდე მაქვს შემცირებული ერთ-ერთი კომპანია მეხმარება. ეხლა ვერ ვიტყვი ამას YouTube-ის არხზე, რომ დავიცვა ეს და საკმაოდ კარგად და კომფორტულად ვგნობ თავს რა, ანუ არც ვწვალობ არც განვიცდი, ღამე ცოტა შფოთი იყო 1-2 დღე ხარ რაც დავიწყე ისე დისკომფორტი იყო, მაგრამ სასწრაფოდ დავიძინე და მეძინა კიდევაც და კარგათაც დამეძინა და კარგათაც გავიღვიძე. აი 3 დღეში იგრევე იგზნობა, მომენტალურად იგზნობა ეს სიამოვნება, როცა ორგანიზმს აღარ ვაწვალებთ ამ ზედმეტი რა. მეორეს უნდა ეხსნებათ ნელ-ნელა და უკვე მაგარია, კაია. ისე გამიმართლა ისე დღეს თუ მართხათ. კარგი, მოდი ორგანოებზე ვისაუბროთ ახლა რა. ღვიძლი ერთ-ერთი ის ორგანოა, რომელიც ჩვენ გვათავისუფლებს და გვასუფთავებს ან დეპო არის ბევრი რაღაცის, მათ შორის შაქრის დეპოსავითაც განიხილება და ცხიმის დეპოც არის. ღვიძლის გაცხიმოვნება, ცხიმოვანი ღვიძლის თემა. ჩვენთან კავკასიაში, საქართველოში ეს თემა რაიმე გამორჩეულია, თუ მსოფლიოში ვინც ჭარბად მოიხმართ საკვებს და არ ვიცავთ თავს, გაცხიმოვნებული ღვიძლი აქტუალურია. რამდენად არის ეს კავშირში შაქრის თუ ვირუსული არ არის, რა თქმა უნდა, კვებასთან. დავივიწყოთ, რომ არ არის ვირუსული. კვებასთან კავშირშია პირდაპირ კავშირში, იმიტომ რომ იყო პაციენტები, რომლებიც აი მაგალითად ერთად და იმავე რადიოლოგთან 6 თვიანი შვალედით მისულან დიეტის დაწყებამდე და შემდეგ და აი რადიოლოგი უბნება რაღაც მაშინ შემეშალა ვინახარ ასე ამდენად წმენს ესე კი კვება იცი რა არის ჩვენი სხეული ახლა როგორც კოლეგას გეუბნები ხო აი
ჩვენი ორგანიზმი ხო ღია სისტემაა და კი, რა თქმა უნდა. იმდენად გონიერია და ისეთი რესურსები გვაქვს, რომ ამის არ გამოყენება ძალიან ცუდია რა. ეს რომ იცოდეს ადამიანმა ბოლომდე რა შეუძლია ჩვენს ორგანიზმს, აი ჩვენს ფიქრის მიღმა. ღვიძლი, აი მაგალითად ეს არის ცა და დედამიწა, აი 6-7 თვიანი შვალედი. მე მყავს პაციენტები უკვე სხვათა შორის მამაკაცები, რომლებიც მხოლოდ ამ მიზნით მოდიან. როცა ღვიძლს აქვს რომ სიყვარული. ღვიძლი უკვე წითელი ამენთო, არ მინდა არც წონის კლება, არც მომატება, აი ეს მინდა, იმიტომ რომ ყველა მიცის კარგად თუ რა მნიშვნელობა აქვს ღვიძლს და როგორი სერიოზული ლაბორატორიაა ჩვენთვის. ღვიძლი. და თუ ღვიძლი არ არის წესრიგში, ლიბიდო მიყვება. თემები მიყვება ყველაფერი. თალსახათესია და ზოგადად ჩვენ ორგანიზმს თუ ჩვენ ვაცდით და არ მოუწამლავთ და არ ვავნებთ ხო ის თავისით და ხო მოусმენთ და დაუჯერებთ კიდე ამ მოსვენის მერე თავისით დაალაგებს ნებისმიერ სიტუაციაში. ეს რა თქმა უნდა უდიდესი ისტორია აქვს ამ ჩვენი ორგანიზმის მოსვენის თემას და ფენომენს და დღეს საბედნიეროდ კვლავ გააქტიურდა ამაზე საუბრები სხვადასხვა სივრცეებში და კი რომ მოусმინე ორგანიზმს დააკვირდი შეაფასე, ყურადღებით იყავი და ნუ დაუჯერებ იმასაც აქ გვიზის და გველაპარაკება, ხო? პოდკასტის სპონსორია აჰავა, ნატაური სიტყვით ვიტყვი, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ქალებისა და მამაკაცებისათვის ხარისხიანი პროდუქცია ჩვენ გვიყვარს, ასე რომ აჰავა წარმოდგენილია თავისთავად ხარისხიანი პროდუქტით. აქვე ნატა მინდა გითხრა, რომ გვაქვს გერმანული მელიტას ბრენდის მიერ წარმოებული ყავის აპარატები, რომელიც იმართება დისტანციურად, შენ გიდგას აპარატის სამზარეულოში, შენ თვითონ თქვა სრულიად სხვა სივრცეში ხარ, მოგინდა ყავა, ელაპარაკები პაციენტს ან მეგობარს, დააჭირე თითი, გააგრძელე საუბარი, მიხვედი დაგხვდება ყავა. და დაგისხამ თქვენის ნებართვით, აი ესე ნახე შევდივარ ტელეფონში, ვაწვევი, აი ჩამონათვალი ნახე რამდენ ყავას აკეთებ, შეხედე? მე საჩემო ამბავი. ამერიკანო დავაწექი დაუშვათ. აქ იწერება მე ყავის სიმძლავრე როგორი გინდა სიტყვაზე, წყალი რამდენი დაამატო, ვაწვევ მზად, აი დაიწყო მომზადება. ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს, ყავა დაისხება და მოგართვენ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ, ნატა. შაქარიო ასე ამბობენ აჩქარებსო დაბერების პროცესებსო რა. მართლაც არის კავშირი რამე, მე არ ვიცი და გეკითხები, როგორც ჩემი სფეროს წარმომადგენელი, იმას რამდენ შაქარს ვიღებ მე და ჩემ კანში კოლაგენი და ელასტინის დონე რამდენად ან შემცირდება, ან ადრე დაიშლება. რაიმე კავშირი არის მტკიცებით მედიცინაში ამასთან დაკავშირებით დადებული? ცილებისთან შეჭიდულობა თუ ზედმეტია სისხლში შაქარი, ნუ გლიკოგენის შემდეგ უკვე ცხიმში გადადის და ამას გარდა ცილებთან კავშირშია და ეს იწყებს იმ პასტოზურობას, სახის ოვალის შეცვლას. ამიტომა, როდესაც ადამიანი ჯანსაღად იწყებს კვებას, მე ამბობს, რომ არ ჯერათ, რომ მე ჯერ არა მაქვს პლასტიკური გაკეთებული. იმდენად შეიძლება შეიცვალოს ოვალიც და აი ის ეფექტიც, აი კანის გამოკვებელია უფრო. როდესაც ნაკლებია შაქრის მოხმარება. ხო, რა თქმა უნდა, როდესაც დოზირებულია, იმიტომ რომ ცირკულაციაც ხო მნიშვნელოვანია უჯრედისთვის და ეს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი და არასწორად მიღებული ნახშირწყლები ჩვენს ენერგიას და ჩვენს ამ სისხლის მომოქცევას ხო აზიანებს. რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, მე ვიცი კოტე, რომ თქვენ პლასტიკური ქირურგების ხშირად ეუბნებით, რომ კვება აუცილებელია. როგორც ყველა ექიმი ვცდილობთ, რომ ადამიანს მოუწოდოთ ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმისკენ, მათ შორის ჩვენ სწორი კვება, ჯანსაღი კვება, პროტეინების სწორი შერჩევა, შაქრის შემცირება და წყლის რაოდენობის პროპორციული ზრდა ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში დადებითად აისახება ჩვენს გარეგნულ თუ შინაგან მდგომარეობაზე და ჯანზე და ღონეზე, ხო? ამას წინათ ერთ-ერთ პოდკასტში ვთქვი, რომ ღვინო მავნია, ერთი ჭიქაც კი მავნია თქო და ჯობია საერთოდ ადელე თქო, მე ვიღაცები, ასე ვთქვათ, გაბრაზდნენ, რომ როგორ ეს ხო ის არის ქრისტეს მიერ, ასე ვთქვათ, მოწოდებული სასმე. გასაგებია ეს ყველაფერი მესმის, რომ სასიამოვნოა ღვინოთ ჭიქის მიჭახუნებაც, კარგი დროს ტარებაც და ჯანსაღი თრობაც. სასიამოვნოა, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე და ვსაუბრობთ კონკრეტულად ამ თემაზე,
ინფანტილური ხედვების გარეშე უნდა შევთანხმდეთ, რომ შაქარიც სასიამოვნოა, ერთი ფინჯანი კოფეინიც და ესპრესოც სასიამოვნოა და ერთი ჭიქა ღვინოც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ერთზე და მცირედზე გაჩერება უჭირს ადამიანს და ამიტომ ან ვჩერდებით და მინიმუმამდე დაყავს მავნე ქცევები და ნივთიერებები, ან ცოტა რთულადაა საქმე. იგივე შეეხება შაქარს მერამდენი თქვენ მითხარით, ხო? კარგით, რატომ ხდება ისე და რატომ არის ესეთ მძაფრ კავშირში თქვენ დასაწყისში კი შეეხეთ, მაგრამ ეხლა გავაღრმავოთ ეს თემა, რომ სტრესის მერე ზოგს უნდება თუნდაც ჭამა, მაგრამ ზოგს კონკრეტულად ტკბილი მინდა რამე არის რა. აი ტკბილი რატო არის ესე შეჯაჭვული ამ სტრესთან? იმიტომ რომ მაგარ სიამოვნებას გვანიჭებს და აბალანსებს კორტიზოლს, გვიგდებს დაბლა თუ დოფამინი გამოიყოფა ბევრი თუ რა ხდება? ნახე როგორ არის კოდე, ხა მე ჩემი კლინიკური დაკვირვებით გეუბნები, როდესაც აი მაგალითად მეუბნება ტკბილი მინდა და ვეუბნები კონკრეტულად რა გინდა. აი მაგალითად მუსი, ნაყინი, მას უნდა წყურია მოფერება, სიყვარული, რაღაცა სითბო, ანუ ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური კომპონენტი. რასენდის კავშირია, ხედავ? თუ არის რაღაცა ისეთი გოზინაყი ან ტკბილი ჩიფსი, სადაც ჩასახრამუნებელია, ვიღაცაზე ბრასი და ეს რაღაცა ბმაშია. სერიოზულად ამბობ, ესეთი? სერიოზულად გეუბნები. აი მაგალითად, როდესაც არის რომ პირიქით ეძახის რაღაც მარილიანი, ჩხირები და რაღაცა, ყველას თავისი ამბები აქვს არის ეს, ანუ სომატური დაავადებების მიხედვითაც არის რომ რა პროდუქტიც გეძახის იმის მიხედვით გაყვები და პირველ წყაროსთან მიდიხარ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ახლა მე შოკოლადი მინდა და მანდა მაინც მაგნიუმის ნაკლებობა ეგრე არ არის. შეიძლება მე ამ შოკოლადთან მაქვს რაღაცა სერიოზული ემოციური ბმაც, მაგნიუმის ნაკლებობაც, ანუ რამოდენიმე მულტიკომპონენტური იყოს ამბავი. მულტიკომპონენტურია და შეიძლება იყოს ის, რომ მე მახსოვს, რომ ჩემი საყვარელი ბებო ამ დროს ასე მიკეთებდა და ის მენატრება ის სიტუაცია, გაიგე და საერთოდ არ არის ეს ელექტროლიტულ დისბალანსთან ან მიკროელემენტურ დისბალანსთან. აი ძალიან რთული ამბავია რა, რომ მიყვები, ყველა პაციენტი არის ცალკე წიგნი, ხო, ცალკე სამყარო და ყველას აქვს თავისი ამბავი რა. აუ რა კარგი გოგო ხარ რა, სასიამოვნოა შენი მოსმენა რა. აი თან მართლა გეუბნები, ეხლა გადავწყვიტე, რომ ჩემი დაავადების დღე არის 7 მაისი. 51 წლის გავხდები. ზედმეტი მაქვს 1.25 კილო ეხლა რა და გადავწყვიტე, რომ 25-ს ვერ შევძებ 7 მაისამდე ძალიან მოკლე პერიოდია, მაგრამ მაქსიმალური რაც შემიძლია საკუთარ თავს ცეპატივი დავიკლო ის ზედმეტი კილოგრამები და იმედი მაქვს მე ერთხელ კიდე მოგიწვევ და ნახოთ როგორ გავმივა ეგ ამბავი. გამოვუცხადებ ბრძოლას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ალიმენტარული ფაქტორი მარტო არ იქნება. იცით რა არის? უფრო ალიმენტარულია, იმიტომ რომ გურმანზე მეტად გურმანი ვარ. გურმანები ბევრს აჭამენ. და ხო და მე მეტად იმიტომ ვთქვი, რომ გარდა იმისა, რომ გემრიელი მიყვარს, მიყავს ბევრი ყველაფერი, ღამე მიყვარს, რაოდენობები შემიძლია მივიღო უამრავი საკვების და აი ამან ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაწუხა, თუმცა აქტივობა არ მაკლია, ყოველ დილას პრაქტიკულად ყინვებს თუ არ ჩავთვლით, სადღაც საათი მინიმუმ დილაობით მე ბუნებაში ვსეირნებ და დავდივარ აქტიურად ყველანაირად, ტაიჩის რაღაც ვარჯიშებს კიდე სახში ვაკეთებ. მიუხედავად ამისა, მაინც წამომეწია ეს კილოგრამები, ну ალბათ ასაკის თავისას შვება. ну მოკლედ მე ჩემ თავს მივხედავ, მე ჩაგაბარებ ანგარის როგორ გამოვა გამბავი. ეხლა მაგალითად არის ეგეთი და ყოველთვის მქონია კითხვა და აი ხა მართლაც არ მეკითხავს, ეხლა კითხავ. ის ტაბლეტები რო არის, ხო იცი პატარ-პატარები რა, სახელებს არ ვიძახი ეხლა კომპანიების და მწარმოებლების დამატკბობლები, რომელიც არ არის შაქარი და არამედ მიღებულია სხვა პროდუქტებისაგან, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ მარტივ ნახშირწყლებში არ ჯდება. თუ ჯდება, ეგეც არ ვიცი. მე რო ვყრი იმ შაქარს ამ ჩემ ყავაში და მგონია რომ ტკბილია. ხო არ არის ეს საკუთარი თავის მოტყუება და მაინც ვღებულობ იმ მარტივ ნახშირწყალს და მაინც მავნებლობ რა, ის თუნდაც აი სტევია არის, ასპარტამი და რაღაცა სხვა და სხვა რაღაცეები. ნახე როგორ არის ეგ ჩემი აღმოჩენა არ არის კვების ინსტიტუტში, როდესაც სტარტებოდა სპეციალურად აი ეს
გარდამავალი პერიოდი, როდესაც ადამიანი მაგალითად 200 გრამდე შოკოლადს ღებულობდა, შეიძლება გაუკეთო ის, რომ ტაბლეტირება ექიმმა მისცე რეკომენდაცია, რომ ამდენი ტაბლეტი დღეში. მაგრამ აქაც ზოგი ვეღარ აკეთებდა უკვე ამ ჩარჩოებში ვერ ეტეოდა და იყო კიდე თხევადის სახით გაუღიზიანდათ ნაწლავის ლორწოვანი გარსი და აი როგორ არის მიკრობი ესე ნაწლავზე მოქმედებს, კიდე არ მოქმედებს, ცოტა აგრესიულია ლორწოვანი გარსისთვის. ოღონდ ბევრი, როდესაც უკვე გასაგები, აი თქვა 5 აბი ჩავყარე ეს დამატკბობელი და 6 და მოვითხოვე რომ ძალიან დაკბეს. ზოგი ერთ ყუთს ცლიდა რა. სერიოზულად ამბობ? ეგეთი პაციენტები ხო, იმიტომ რომ ეძებდა გემოს, მაგრამ ასე დროს ვეუბნებით, რომ შედალოცვილო ის არჯობია ნატურალური 25 გრამი შავი შოკოლადი, რომელიც მართლა ცოტა მაინჩვებას მოგცემს. მეტი არ ჭირდება ადამიანს, ხო, დავუშვათ, რომ აი გამოყვეს და სმენადობა დაიბრუნოს, აბსოლუტურად 21 დღეში, 30 დღეში გეუბნება, რომ სად ვიყავი აქამდე, რატო ვწვალობდი ამდენს. მაგრამ ის ახლა როგორ არის, იცი, მე მაგალითად წყალი რომ მინდოდეს და 1000 საშუალება რაღაცა სხვები მითხრა, მაგრამ წყალი არ დამალებინო. შეიძლება მოვითმინო, მაგრამ მაინც მინდოდეს ეგ წყალი. აი ეს მე ვარ ძალიან თქვენობით ასეთ რაღაცეებთან. თუმცა არ გძალავ თუ პაციენტი მთხოვსო, აი რაღაცა პერიოდის ტერმინია. საჩუქარი დამიტოვეთ. კი. ოკეი, მიღებულია პასუხი, აქაც იგი ისევ და ისევ ჯანსაღად ამ ასე ვთქვათ ხელოვნურად დატკბობილი საშუალებების გამოყენება მისაღებია და ის მავნი არ არის თუ კი ნორმის ფარგლებში ვიყენებთ ბუნებრივია. საკონდიტრო ნაწარმებიც არსებობს კი, დიეტური პროდუქციაა შედარებით. ადამიანი აი მაგალითად მძიმე ფორმა აქვს, შაქრიანი დიაბეტი და რაღაცა უნდა ხანდახან ტკბილი. გაიხალისოს თავი ეგ. ნეტა ყველას კონდეს ისეთი თავისუფალი ცხოვრება, რომ ტკბილი ესე საჩუქრებად მიგვიღოს და არ იყოს ის ჩვენთვის მავნე და მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა კარგია და გემრიელია ცხოვრება რა თქმა უნდა გეთანხმებით. კარგით, ფრუქტოზა თუ გლუკოზა, ანუ ღვიძლისათვის ეს ერთი და იგივე ოხრობაა თუ მაგალითად ხილში არსებული შაქრები რაც არის, ხო, ტკბილ ხილში. ფრუქტოზა სუფთო სახით ცოტა ღვიძლისთვის უფრო აგრესიულია. ფრუქტოზა სუფთა სახით. მაგრამ ამდენ რაოდენობას ჩვენ განამივიღებთ ხილის კვებით თუ წვენებზეა უფრო ხილი იცი რატოა კარგი ამბავი ფრუქტოზა სუფთა ფრუქტოზასთან განსხვავებით, იმიტომ რომ ხილში არის უჯრედისი. ამიტომ ის ქმნის რაღაც გარკვეულ ბადეს და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უცებ შევიწოვოთ. თუ ფრუქტოზა არის ისევე როგორც შაქარი და უნდა ჩავიყაროთ, ეს უფრო ან წვენის სახით არ გვინდა ეგ წვენები უკვე. ყველამ გავიგეთ, რომ არ არის კარგი. იყო დრო, როდესაც იყო მიღებული, მაგრამ მე მივხვდით, რომ იგივე ტკბილი სასმელია, რაც არაფერი ხეირი არ არის იმდენი. ამიტომ ჯობია თუ შეგვიძლია ხილის სახით, თუ არა და მაშინ დაბლენდელებული მაინც აი ბავშვებში. თუ ბავშვი საერთოდ არ ღებულობს ხილის სახით, აი სმუზის სახით შეიძლება დედამ მიაწოდოს. დავედით წინ. კარგი, თქვენ ახსენეთ ახლა ამ წუთას ალტერნატივა, ვთქვათ ტკბილისა ხილი, ხო? ალტერნატივა არის თუ არა ტკბილის, მაგალითად ჯანსაღი ალტერნატივა, როგორც ენდოკრინოლოგს გეკითხებით და ნუტრიციოლოგს და ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტს, ყავისფერი შაქარი და თაფლი. გლიკემიის ინდექსი რაიმე სხვა აქვს ამ ორ პროდუქტს, მოვიტყუოთ თავი, რომ თაფლს ჭამა არა, შაქარს არა და მე ყავისფერ შაქარს ვიყრით, თეთრს არა. დოზირება აუცილებელია, გემოვნური თვისებები რა თქმა უნდა სხვადასხვა, ცოტა მეტი რაღაც კომპონენტებია ყავისფერ შაქარში და თაფლი არის იმუნომოდულატორი, მაგრამ ეხლა თუ იმდენი ვჭამე, რომ აი მაგალითად შაქარს ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ შაქარი საერთოდ ამოღებული მაქვს, მაგრამ ირკვევა, რომ თაფლი აქვს რაციონში და ამიტომ ეუბნები, რომ მე რა რომ გლიკემიური ინდექსი ამასაც აქვს და ამიტომ იგივე რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. ახლა იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად მარტო სრულიად სხვა თემა. ამიტომ ყველა ამ ჩამონათვალთან თუ ექიმი ენდოკრინოლოგი თხოვს, ეს უნდა იყოს შეზღუდული, უნდა იყოს, იმიტომ რომ იგივე შეიძლება დააზიანოს კუჭქვეშა ჯირკვალი.
მადლობა, მიღებულია პასუხი. კარგი, მუცლის წინა კედლის ცხიმოვანი ფარი, ასე ვთქვათ, ეს ფართუკი, ასე ვთქვათ, ბოწის საფარი, ასე ვთქვათ, უბოდიში ამ სიტყვისთვის და მაგალითად გალიფეს ზონაში არსებული ქალებში უფრო ხშირად არის შესამჩნევი, როცა გვერდებია ძალიან ესეთი ცხიმოვანი ქსოვილის წარმოდგენილი. რატო არის კავშირში, აი კონკრეტულად მუცლის ცხიმი და ბარძაყების ცხიმი ესე შაქართან? საერთოდ ცხიმოვანი ქსოვილს ერთი თავისებურება აქვს ის, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ვისცერალური, რომელიც უკვე გლიკოგენი ჩალაგდა და აღარა ადგილი, ამიტომ ეს გლუკოზა უკვე ცხიმში გადადის. ამიტომ ჩვენი უჯრედების რაოდენობა კი არ იზრდება, თვითონ ეს ცხიმოვანი უჯრედები ადიპოციტები სუქდებიან თვითონ. სუქდებიან და ისინი გლუკოზას მოიხმარენ, ხო, ეს სხვათა შორის ჩვენ ახლა დამეთანხმები კოდე, რომ ჩვენ უფრო ვისცერალური ცხიმის გვეშინია, იმიტომ რომ აგრესიულია მეტაბოლურად. მუცლის ღრუში რაც არის, ხო, აი ეგ არის ძალიან ისეთი მტკივნეული თემა ექიმებისთვის, იმიტომ რომ მეტაბოლურად ძალიან აგრესიულია და ის უკვე ავტონომიურად ძალიან ბევრ ცუდ რაღაცებს. რა თქმა უნდა, არცეთი ცხიმი ზედმეტი არ ვარგა, მაგრამ ეს უფრო ესთეტიკის ნაწილია, ეს მსხლისებური და იწვევს რაღაცა დისფუნქციებს, მაგრამ ვისცერალური მაინც უფრო გვაში. ამიტომ საუბარი, როდესაც არის ჭარბწონაზე და სიმსუქნეზე, ის რასაც ჩვენ ვხედავთ, სრულიად არნიშნავს იმას, რა ბომბი გვიდევს მუცლის შიგნით. და გაცხიმოვნებული ნაწლავები და ორგანოთა სისტემები, მე ქირურგი ვარ და ბევრჯერ მინახავს გახსნილი მუცლის ღრუ და ჭარბწონიან პაციენტებში იქ რაც ხდება შენს ნანახი გაქვს არაერთგზის ეს ხო ეს არის განსაკუთრებულად მტკივნეული თემა, ამიტომ მარტო ეს ეგრეთ წოდებული ღიპი პრობლემა არ არის, პრობლემა არის მუცელში შიგნით არსებული ვისცერალური. არსებობს თუ არა ნატა შაქრის უსაფრთხო დოზა, დღიური დოზა, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ერთ კოვს შაქარს ან სამ კოვს შაქარს მივირთვეთ, ჩვენი ორგანიზმისთვის ეს იგივეა, როგორც რა ვიცი, ახლა სუბუქმა წვიმამ რომ დაგასველოს და 2 წუთში მშრალი ხარ და ეს უბრალოდ არ ნიშნავს, რომ შენ დასველდი, ან შეგაწუხოს, ან გავნოს. არსებობს ესეთი დოზა. ქალებისთვის 6 ჩაის კოვზე, ოღონდ ეს მარტო ჩაის კოვზე კი არა, შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქტებში. მათ შორის კეჩუპი იქნება ეს თუ კეჩუპი იქნება თუ მამაკაცებისთვის დღის განმავლობაში. დღის განმავლობაში თუ ადამიანი არის მოქმედი და არ არის შეზღუდული შესაძლებლობების და მოძრაობს და რაღაცა კი, მამაკაცებისთვის ცოტა მეტი, 8 მაქსიმუმ 9. მაგრამ შეიძლება კიდე მეორე კუთხით შევხედოთ, რა პროფესიისა ადამიანი. ეხლა ჩვენი პროფესიის ხალხი რამდენად ხარჯავს ენერგიას. სპორტსმენი შეიძლება 12 ჩაის კოვზის ექვივალენტი მიიღოს, მაგრამ დაწვას 18. ინტელექტუალური შრომა წავს თუ არა შაქარს შედარებით, მე თქვა თუ მე ვარ ფიზიკოსი, მათემატიკოსი და მე მიწევს. არაფერსაც არ წავს. უბრალოდ ინტელექტუალური შრომისთვის აუცილებელია ნახშირწყალი, ანუ მეტნაკლებად ჯანსაღ კომბინაციებში, იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება ისე იყო რადარიდან გასული, პაციენტს სამჯერ კითხოთ სახელი და გვარი. აი ეგეთები მოგცვლია. ხო. კარგი, სანამ ჩვენ შაქრის თემებზე გავაგრძელებთ საუბარს, წყალი მთის მივირთვათ, მეც დავლევ სიამოვნებით, დავასხამ კიდევაც. და აქვე პატარა სარეკლამო ჭრა, მადლობა ჩვენ მაყურებელს გამომწერებს და გამოიწერეთ. ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ნატას მადლობა, გავაგრძელებთ ლაპარაკს. მანამდე კი წყალი მთის შეგვიძლია თამამად მივიღოთ, იმიტომ რომ ის არის ჯანსაღი სუფთა პროდუქტი, როგორც იცით, ეს არის წყალი 0%-იანი ბრომატით და თუ არ იცით, ნატა გეტყვით, რომ წყალი მთის გახავთ საფეხბურთო გრანდის Paris Saint-Germain-ის პარტნიორი, რეგიონალური პარტნიორი, ამით ის ცხოვრებას და ჯანსაღ ცხოვრების წესს ხელს უწყობს და ეს მნიშვნელოვანია. იცხოვრეს სულ ყოფილად დალია წყალი მთის. აქვე მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენი სპონსორია და ერთგული პარტნიორი აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული ააგეთ წარმოდგენილი მაგალითად სახის, ცხევრისა და თმის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა საკუთარ პროდუქციას თავაზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. კარგი, ნატა, ღამეო, ჭამაო, არ ვარგაო. დაძინებამდე 3-4 საათით ადრე თავი შეიკავეთ კვების თქვა ძირითადი ულუფისგანო. რაღაცა მე ვცდილობ მაგას, იგივე შეიძლება ძალიან თუ რაღაცა მომინდა, აი მცირე ისეთი ან კიტრი ან რაღაც ესეთი რაღაც მსუბუქი რაღაცით მოვიტყო თავი, თუ კი გამომდის ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ტკბილი
სულ არ არის დიდი პორცია ტკბილი, ხო? სულ არ არის აუცილებელი რომ კუჭი ჩვენ შევივსოთ და ამის გამო შევწუხდეთ. შეგვიძლია ავიღოთ ერთი ბატონი შოკოლადი 250 გრამიანი და კვნეტით მივირთვათ, ხო? დღის რომელ ნახევარშია ყველაზე მავნებელი შაქრის მიღება? მოდი ესე ვთქვათ. ჩვენ ვღებულობთ შაქარს, ვარს არ ვამბობთ სიტყვაზე, ესე ვცხოვრობთ, ვთქვათ და ერთადერთი რა წესსაც ვისაუბრობ, ვთქვათ, ღამე შაქარს არ მივიღებ. არის ამაში რამე რაციონალური? ცოტა არ ურჩევ დილით პირველი ყვება, ანუ პირველი ტკბილი. საუზმე დაწყება აი ტკბილით, აი ასეთი აჰა, ტკბილით, ოკეი, აი მაგალითად ფუნთუშები და რაღაცა რაღაცა. ასეთით და ძილის წინ. აი ეს ორი პერიოდია უკიდურესად გამოსაყოფი. უკიდურესად არა რაციონალური, მოდი ესე ვიტყვით რა. კარგი, შემდეგი პოპულარული თემა. ერთია კუჭნაწლავის სისტემა, როგორ აღიქვამს ჩვენი ძირითადი კვებების შემდგომ მარტივი ნახშირწყლებით დესერტის, ასე ვთქვათ, მიღებას, ხო, სისტემა როგორ ხვდება, სხვადასხვა ცილოვანი, ვთქვათ, ცხიმოვანი, ქსოვილი მიიღო, ნივთიერებები მიიღო, მოემზადა, ამუშავებს და ბახ და ვგლიჯე ტორტი. ანუ რაც მოდაშიც იყო, ეხაც იგივე რჩება, რომ ჩვენ თუ ვისადილეთ, დაბადების დღე იქნება თუ რესტორანში ვახშამი თუ სტუმრად ვისვლა, აუცილებლად ამ ყველაფერს მწვადიც რო იყოს, მოყვება ტკბილეული. ეს რა ფენომენია და რამდენად სჯობს, რომ ჩვენ ძირითადი კვების შემდგომ, თუნდაც ეს იყოს რაღაცა, ასე ვთქვათ, კარგი სადღესასწაულო სუფრა, მოვერიდოთ იმ ტკბილის მაინც და მაინც იმ დროს დაყოლებას. იცი როგორ არის, ძალიან თუ გინდა, არ მოერიდო. უბრალოდ გასწავლი, მე მგონი იცი, მაგრამ მოდი ვასწავლოთ. მეც მასწავლე, რა ვიცი. როცა ვიცი, რომ მივდივარ და აუცილებლად იქნება რაღაც განსაკუთრებული დესერტი, მაშინ სახში ერთი დიდი პორცია ბოსტნეული, ანუ უჯრედისი. მოგემზადო. ხო, მწვანე ფერის ბოსტნეული. ბოლო-ბოლო იქაც შეიძლება თუ სახში ვერ მოასწარი, ხო? მწვანე ყველაზე კარგია, თუ არა და რაღაც ესეთი უფრო სტაფილო, რაღაც სალათის ბოთოლი, რაღაც ესეთი, რომ მიიღო ოღონდ ცოტა დიდი დოზით, აი 200 გრამი მაინც რო იყოს. სანამ მე წავალ სტუმრად. ხო. მიიღე ბოსტნეული. მიიღე ბოსტნეული. მე მიდიხარ, პირველი უნდა მირთვა რაღაც ან ხორცი, ან თევზი, ან კვერცხით კერძი, ან კიდევ რაღაც ესეთი ყველით. მაგალითად თუ არ ვიცავ ჯერჯერობით რიგითობას. და მე იქ ხო არის ურთიერთობა რაღაცა ამბავი, მე ამდენი ხანი არ მენახე. გადის დრო და უკვე შემოაქვთ დესერტი. აი მეწმუნე ვერასოდეს ვერ შეჭამ იმდენს რამდენიც მქონდა ჩაფიქრებული. თუ ამ რეჟიმით და რომც ჭამო დაუშვათ. მაინც ვერ შეიწოვს ისე, როგორც სხვა დროს. ეგ მაგარი რამეა. ანუ ეს რასაც ნატა გვეუბნება, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ეს ადამიანი არის გამოცდილი და მედიცინას ემსახურება. ეს არ არის უბრალოდ რჩევა, ესე მეგობრული რჩევა, ამიტომ დავიმახსოვროთ ეს და მეც მადლობა შევისთვის. ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, ცილოვანი პროდუქტი, მცირედი პაუზა თუ შევძელით, ხო კარგი, თუ ვერ შევძელით, მერე მივაყოლოთ უკვე ტკბილეული. და არა აღრევა, ცომი, ხაჭაპური, მერე ხორცი, ამას მერე თავისი ბოსტნეული. ლოგიკაც აქვს, არა მარტო ის, რომ დროში იწელება ის ბადია. კი, მესმის, მერე სილა, ცხიმია და ბოლოს უკვე დესერტისთვის, ანუ მშვიდად ხარ რა, უკვე აცნობიერებ რა შეჭამ. ძმარი თუ არის რაიმე ჩართულობით მნიშვნელოვანი შაქრის კონტროლში. ანუ არის ხოლმე რომ ერთი სუფრის კოვზი ძმარი დალიე, რაღაც რაიმენაირი შევა შეგიძლია ძმართან, იმიტომ ძმარი ბევრ დიეტებში არის რაღაცა. გააჩნია როგორი აქვს კუჭნაწლავის ტრაქტი, როგორია ფლორა, კი ბატონო, თუ მას სიამოვნებს არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი პრობლემა არ არის. რა ანალიზები უნდა ჩავაბაროთ ჩვენ, თუ კი გვაინტერესებს რამდენად ჩვენ შაქარმა მოგვაყენა ზიანი. ერთი არის კლასიკურად გლუკოზის ტესტი, ანუ ეს დილას უზმოზე ჩავაბარე ანალიზი, დავიტვირთე, მერე კიდე ჩავაბარე, ან სადღეღამისო დაკვირვებაში ვთქვათ, ეს ერთია. კიდე რა შეიძლება ჩავაბარო, თუ კი ვიცი რომ მე ხა მომბეზდა ეს მავნებლობა საკუთარი თავის დაზიანება, გადავწყვიტე გამოჯამრთელება, ჯანსაღ ცხოვრების რეჟიმში ჩასვლა, რა შევიმოწმო სისხლში? სისხლის საერთო ანალიზი, რაიმე რაღაცა. მინიმალური, როდესაც ადამიანი ჩივილებს ვერ გეუბნება, შეიძლება მაინც აი ანამნეზით რაღაცას ხო ეკითხები და აბსე ვკითხავთ.
გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ამას გარდა ჰომა ინდექსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეგ იმისთვის. ანუ გლიკოზირებული რა ქვია? გლიკოზირებული ჰემოგლობინი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი და ჰომა ინდექსი. და თუ უფრო რაღაც ისეთი ჩივილები აქვს უკვე ლიპიდური სპექტრიც და ეგ რკინაც, B12-იც და ეს მიყვები, ანუ მინიმუმი არის ეგ. ეტაპურად მიყვები. ოკეი, გასაგებია, ამიტომ ყოველთვის თავნებობას ჯობს ისევ პროფესიონალთან კითხვა დასვა და სწორად ჩაბარო ის ლაბორატორიული ძვირიღი. ხო, იმიტომ რომ შეიძლება დამშვიდ და აი ტესტი გააკეთო და იქ და ის არა არ ჩააბარო, რაც და საჭიროა. არის უკვე მისახედი რაღაცები გამოგჩეს. და რამდენად ეფექტურია ნატა მაგალითად სხვადასხვა დანამატები, მაგალითად ქრომის დანამატი ტკბილების მოთხოვნების შესამცირებლად. იცი რა, ბიოაქტიური დანამატები უნდა დანიშნოს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალმა და ეს მე მაგალითად ისევე უყურებ როგორც პრეპარატს. არასწორად სამკურნალო დანიშნული. თვალსაზრისით. აი, სამკურნალო თვალსაზრისით. ეს უნდა ძალიან კარგად ვიცოდეთ რა რისთვის ინიშნება და რა მიზანს ემსახურება. კარგად უნდა ვიცოდეთ რა დროში დაინიშნოს. ყოველთვის უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს არასწორად დანიშნულმა ბიოაქტიურმა დანამატმა, თუმცა თუ სწორად არის დანიშნული ძალიან კარგი შედეგებამდე უფრო მოკლე დროში. თქვენ პრაქტიკებთ ამ მიმართულებას, როცა კარგი მხოლოდ კომპანია მაშინ, გაქვთ? როცა დარწმუნებული ვარ, რომ ის მოემსახურება მის კეთილდღეობას. გასაგებია. მადლობა. უყურებ როგორც პრეპარატს. მადლობა. ძალიან კარგი პასუხი იყო, მადლობა. კეტო დიეტა ეხა მოდაშია რა. მე კეტოზე ვარ, კეტო დიეტით დავიკელი. კეტო და შაქრის სრული ამოღება. ეს მიდგომა რამდენად გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება განვიხილოთ და რამდენად გამართლებულია ჯანმრთელობისთვის ესეთი რადიკალურად თქვა შემოვიტანო კეტო ნივთიერებები ჩემს კვებით რაციონში და ამოვიღო ნახშირწყალი მაქსიმალურად შევზღუდო, ხო? აი მე ამჯერად საერთოდ ეგეთი რაღაცების რომ ხანგრძლივად ესე გაძლოს ადამიანმა, მაგრამ ხო არ ვაზიანებთ ამის. კვების ყველა სისტემას აქვს თავისი დიდი პლუსი, და თავისი დიდი მინუსებიც. ანუ ყველაზე უფრო კარგი დღეს 21 საუკუნის 26 წელს არის, როდესაც ადამიანს კონკრეტულ ადამიანს არძლევ რეკომენდაციებს ამ ცოდნით, რაც დაგროვდა. კეტო შეიძლება იყოს მოკლევადია, ძალიან კარგი, აი მაგალითად მოდელია დავუშვათ, ეხლა მაქვს ეგეთი, ერთ თვეში უნდა გაემგზავროს მილანში და რაღაც სასწაულად უნდა იყოს გამომშრალი. საინტერესო თემაა დაძარი. მოდელი მოვიდა ნატასთან იმისთვის, რომ გამოშრეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პოდიუმზე უნდა ადგეს და დიდ კონკურსში მოიგოს და მე წარმატებებს უსურვებ თქვენს ამ კონკრეტულ პაციენტს. რა მიზანი გაქვს? აი რამდენი დააკლებინო მაგალითად ამ ერთ თვეში? დაკლებაზე უფრო აი გამომშრალი არის. მესმის რომ არ იყოს ხოლმე. არის რაღაც იქ დაკლებაზე არა, მოცულობებზეა ლაპარაკი, ამიტომ უნდა იყოს. იქ შეიძლება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს რაღაც რჩევები მისცე და არ ჯიმში კი არ ივარჯიშოს 6 საათი, არამედ კვებით და ენერგიულადაც იყოს. მაგრამ მე თუ არ გონებრივ შრომაზე მაქვს რაღაცა პრედიაბეტული თემები, მაქვს მენოპაუზა და 1000 ამბები და ამ დროს მეუბნება ვიღაცა რომ ძალიან კარგია კეტო დიეტა 2 თვეში, 3 თვეში, 4 თვეში და მე რა ხდება ორგანიზმი როგორც ღია და ნიჭიერი სისტემა გიბრუნებს მგლურ მადას და მგლური მადის ვეღარ შეძლებ ამას. აბსოლუტურად უკონტროლოდ ყავს სამწუხაროდ ასეთი პაციენტები, რომლებიც მოვიდნენ, რომ აი თუ შემეძლო საერთოდ ჩაქარზე მეცინებოდა რომ ვიღაცა ჯამი 4 თვეში საერთოდ აი დავდივარ და მტვერსასრუტივით ვარ, ვეძებ რა კიდე. ანუ ორგანიზმს ჯიბში არ უნდა ჩაუდგეთ. უნდა ვიცოდეთ როდის, რამდენი, როგორ. ყველაფერი შეიძლება, კეტოც შეიძლება, მარტოხილზეც შეიძლება რაღაც დღეები, მაგრამ უნდა ვიცოდე პირველ რიგში, როგორ მდგომარეობაშია ჩემი კუჭნაწლავის ტრაქტი, ზოგადად ორგანიზმი და რა მიზანს ემსახურება ეს
განწირული. ფსიქოთერაპევტი ხარ დედას გეფცებ. ეხლა იფხელა мотиваცია შემექნა თქვენთან საუბრით, რომ აი ეს გისმენთ და ჯერ ამ ყველაფრის. აი ეგ არის ზუსტად ჩვენ ადამიანები თავის თავს არ უნდა უჯერებდეთ, როცა გვაქვს პრობლემა, ჭარბიწონა იქნება ეს თუ სხვადასხვა რამ, უნდა მივიდეთ პროფესიონალთან. და მაგ შემთხვევაში საკუთარ გონებას კი არ უნდა დაუჯეროთ, ნატას უნდა დაუჯეროთ გაგუას თუ სხვადასხვა ექიმს დაუჯეროთ. უამრავი კარგი პროფესიონალია დღეს, რომლებიც თევზის ჭერას გასწავლიან და აი ეგ არის მთავარი რა, არ მინდა ინსტრუმენტებს მომცემ როგორ არ მინდა მე ვიყო ყავარჯნების ფუნქცია შევაცულო. ამიტომ არსებობს არაჩვეულებრივი რაღაცა, ასეთი ტანდემი ფსიქოლოგთან, აი ის ვიწრო სპეციალისტი, ეს და კონსულიუმები ხო არსებობდა და აი არაჩვეულებრივად იყო ყველაფერი მოწესრიგებული. ჩვენც ვიზრდებოდით და პაციენტებიც დაკვალიანებული. კარგი, 50 წელი ბოლო, მაგალითად მე-20 საუკუნის ბოლო ნაწილი და როგორც თქვი, მე-21 საუკუნის 26 წელს ვართ ახლა. ენდოკრინული სისტემა გამომდინარე, რა ვიცი, რითი, რა ვთქვა, ახლა რადიოაქტიული აფეთქებები, დიდი აუკარგიანი საშინელი უბედური რა ქვია, გამოცდილებების მერე, კარგიც იყო გამოცდილებები და ცუდიც, ახალი ცუდი ატომური აფეთქებები არ ყოფილა ჯერ. რამაც ენდოკრინულ სისტემას დიდი ზიანი მიაყენა. ჩვენ რეგიონზე მაქვს საუბარი. რაიმე დამძიმდა მაგალითად შაქრის მოხმარებასთან მიმართებაში. შაქრის მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა სამწუხაროდ, აი ერთ სულ მოსახლეობაზე. ეხლა შენ კვლევები გაქვს რამდენი? მე-20 საუკუნის კვლევებიც გაქვს, საკუთარი გამოცდილებაც გაქვს და ახლაც up-to-date ხარ, ხო? გაიზარდა. რატო? ბავშვები არ იყო მაშინ ამდენი გაჯეტები და ამბავი და მდგომარე ცხოვრების. ფაქტობრივად ყველა ბავშვს შეუძლია სკოლაში მშობელს არც კითხოს ისე მიიღოს და მე მართლა გულწრფელად დაავიწყდეს. ის კი არა რომ მშობელს დაავიწყდეს, რომ იქ რაღაცა იყიდა, შეჭამა, ჩვენ გვავიწყდება და ბავშვებს როგორ არ დაავიწყდება. ან კიდე უამრავი რაღაც ისეთია, ხო? დაბადების დღე მეგობრის, კლასელის, იქ ახლა როგორ დაუთვლი ბავშვს? მოდის სახლშიც ჭამს. ანუ აი ეგ მომენტია. ამას გარდა კიდე თვითონ ეს ჩვენი პროდუქტების შეიცვალა ცოტა. თანაფარდობა შეიცვალა. ეხლა რო იყო მაგალითად სტაფილო, ბრუტო, ნეტო, ისე აღარ არის. რაღაცეები შეიცვალა, ანუ სასუქების თუ რაღაცა მთელი ამბების ის სტაფილო და ის რაც წინა საუკუნეში იყო და ჩვენი დიდი ბაბუები და დიდი მერე კიდე რაც ამდა სპორტული იყო, ამდენს არ ვხარჯავთ ჩვენ კალორიებს, რასაც ადრე ხარჯავდნენ ჩვენი წინაპრები, იმიტომ რომ თითქმის ყველა საჭეს მართავს, ლიფტია, ანუ არ გვჭირდება ამდენი მოძრაობა, თუ სპეციალურად არ დავიხარჯეთ. ნუ ბავშვებიც როგორ დღეშია, ეზოში ბევრი თამაშობს, არა. ხო და აი ეს ყველაფერი დაგროვდა გოდე. დაგროვდა და შეიცვალა და მუდმივი დისტრესი, მუდმივი ის რომ აი სოციალურ ქსელშიც ხო რაღაცა რომ აი სულ რაღაცა უმნიშვნელო აი უმნიშვნელო სტატუსიც შეიძლება ისეთი ამბავი ატყდეს და ბავშვები ხო დაუცველია მე ხლა TikTok-ის სხვერპლი ბავშვები მინახავს რომ მარტო მაგიტო მოდიან ჩემთან რომ იქ ვიღაცამ რაღაცა დაუწერათ აბსოლუტურად არ უნდოდა და არც კონდა ჩაფიქრებული და მოდის და რაღაცა უხილავ ცხიმს ეძებს რაც არ აქვს აი ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს. მესმის, ამიტომ საჭიროა მუდმივად ამ თემებზე საუბარი, გაცნობიერება, ცნობიერების ამაღლება, რომ ადამიანები, ვისაც კი აქვს საშუალება, ხო არ არის აუცილებელი ყველა ერთი თქვა განვიხილოთ ადამიანებს აქვს საშუალება, რომ იზრუნონ საკუთარ თავზე, დააკვირდნენ, განვითარდნენ, გადარჩენ თვითონ, სხვას ხელი გაუწოდონ დახმარების, გვერდში დაიყენონ. ეს თუ ესე არ მოხდა, ხო, ისეთი გლობალური ცვლილებები მიდის სამყაროში, რომ რა იქნება, არ ვიცი, ხო, ყველა კარგად გამყოფოს, მაგრამ წინ რა იქნება მართლა არ ვიცით. აქვე შევახსენებთ მაყურებელს, რომ გერმანული ყავის აპარატები მელიტ არის ჩვენი ერთგული სპონსორი, ხარისხიანი ყავა და აქვე გეტყვით, რომ კომფორტული გარემო, სადაც ჩვენ ვართ ახლა ეს არის podcast point-ი, სადაც იწერება პოდკასტი და არა მარტო ჩემი, ასე ვთქვათ, კასტები. რა არის მითები და რეალობები? მოდი ამ თემას შევახოთ ჩვენი მიმართულებებში და გვითხარი მითია თუ რეალობა? სწრაფად გამეცი პასუხი. ტვინს მუშაობისათვის შაქარი სჭირდება. ამიტომ გამოცდების და სხვა გონებრივი დატვირთვის დროს შოკოლადის ჭამა აუცილებელია.
აუცილებელი არ არის. მითია. ხილი და ახალ გამოწვეული ხილის წვენები ჯანსაღია და მათი მიღება რამდენიც გნებავთ შეიძლება. არა, ხილი ზომიერად და წვენი საერთოდ დავივიწყოთ. შაქარი ბავშვებში ჰიპერაქტივობას და ყურადღების დეფიციტს იწვევს. სამწუხაროდ ჰიპერაქტივობას ზედმეტის ჭეშმარიტება. ჰიპერაქტივობას. კარგი. თუ ეტიკეტზე აწერია sugar free შაქრის გარეშე, ანუ ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი დიეტურია და წონაში კლებას უწყობს ხელს? არა, ბოლომდე უნდა ჩაიკითხოთ, შეიძლება რა სხვა. აწერია კიდე, ხო? კარგი. საღამოს 6 საათის შემდეგ მიღებული ტკბილეული პირდაპირ ცხიმად იქცევა. არ არის სწორი 6 საათის მერე დასაკეთებ, ის არის მთავარი. კარგი. მწარე შოკოლადი იმდენად სასარგებლოა, რომ მისი ჭამა ნებისმიერი რაოდენობით შეზღუდული არ არის. ვინ მოგატყუარ? მითია, ვაჟიშის წინ ტკბილის ჭამა ენერგიას გუმატებს და აქტივობას უფრო ეფექტიანს ხდის. გააჩნია რა მიზანი აქვს ვარჯიში. მიღებულია. შაქრის მიღების მკვეთრი შეწყვეტა ორგანიზმისათვის სახიფათოა და შეიძლება ემოციური სტრესი ან შოკი გამოიწვიოს. სახიფათო არ არის, მაგრამ შფოთვებს იწვევს პირველი დღე. კარგი. არსებობს ახალი თაობის თანამედროვე დიეტა, რომლის მიხედვითაც რაციონში 50% ხილი და ხილის წვენები უნდა იყოს. ეს არის ერთ-ერთი მოდელი კვების, რომელსაც აქვს ბევრი კითხვები და პასუხები არ არის ჯერ. ანუ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ფრთხილად უნდა კარგი. გლუკოზის დონე სისხლში მხოლოდ მათ უნდა აკონტროლონ, ვისაც ზედმეტი წონა და დიაბეტი აწუხებს. ყველა უნდა ვაკონტროლოთ. მადლობა. მადლობა ნატა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენთან საუბარი შეიძლება გაუთავებლად გავაგზავნოთ სხვადასხვა თემებზე. მე იმედს ვიტოვებ და თქვენგან ნებართვას ავიღებ, რომ როცა გვექნება კიდევ შემდეგი რიგითობით საინტერესო თემატიკა, უფრო მეტი კონკრეტიკით, როგორც დღეს შაქარზე ვისაუბრეთ, ასევე ვისაუბროთ სხვა მიმართულებებზე. თუ კი თქვენი ნება იქნება, ჩვენ სიამოვნებით მოგიწვევთ დიდი პოდკასტში და სიხარულით მოვავკოტე. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები თქვენ კი გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და პოდკასტი ყოველთვის შემოგთავაზებთ საინტერესო თემებს. მადლობა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის.